პრეზენტაციის ფარგლებში საინტერესო სტუმრებს ხვდებით. ცხადია, არ ვიცვლით ლოკაციას, ჩემთვის განსაკუთრებული სტუმარი უნდა გაგაცნოთ. ახლა უკვე არეალში, არაერთხელ მოხვედრილა ხათუნა ჭყიკვაძე ჩემს ობიექტივში. უღმესი მადლობა ახლა არეალში გაერთიანებისთვის. ჭიტას დამფუძნებელი, არა მხოლოდ აქაც რეგალიური ჩამონათვალი ვრცელია, Dream House-ის დამფუძნებელი, Dream Tower-ის და ასე შემდეგ. ჩვენ ამაზე ცალკე აუცილებლად უნდა ვისაუბროთ არეალში აქვე დავიტოვებ პირობას ხათუნა რომ არა მხოლოდ დღეს ვამახვილებთ თქვენ საქმიან გზაზე ყურადღებას. 21 წლიდან ბიზნეს საქმიანობაში ხართ ხათუნა, ამას ხაზგასმით აღნიშნავ. რამდენად მნიშვნელოვანია ამდენი ხნის წარმატებულმა მაგალითმა რა გაჩვენათ? რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიო კონტაქტები, არა მხოლოდ საქართველოში არსებული კონტაქტური ბენეფიტები და თქვენ ამის არსებითი მაგალითი გაქვთ სწორედ. 21 წლიდან ბიზნესის დაწყება ფაქტია, რომ ძალიან ბევრ ძალისხმევას და შრომას მოიცავს. რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი გამოწვევები იყო ამის უკან, უკვე ჩვენი კომპანია 30 წლის ხდება სექტემბერში. საიუბილეო წელი. საიუბილეო თარიღი გვაქვს და ვემზადებით ამ თარიღისთვის. და აქედან გამომდინარე ეს კონტაქტები დღეს რა ღონისძიებაზეც ვიმყოფებით. ძალიან მნიშვნელოვანია საქმიანი ადამიანებისთვის. ეს გაჩვენათ მრავალწლიანმა გამოცდილებამ. საქმიანმა გამოცდილებამ. ნამდვილად, მით უმეტეს გლობალური, რომელსაც ეს კომპანია აერთიანებს და აი ქალთა ეკამ აისურაძე ახლა ძალიან ბევრ კომპანიას აერთიანებს, როგორც უკვე აღნიშნეთ და ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელია საქართველოს წარმომადგენლობით. თუმცა ქალთა გაერთიანების მნიშვნელობას მინდა საქმიან ქალთან გაუსვა ხაზი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ წარმატებული მაგალითები ერთმანეთს გაუზიაროთ. თავად თუ ხართ ჩართულები სწორედ ქალთა გაერთიანებაში და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ქალი გაერთიანდეს კეთილი საქმისთვის და ბიზნესისთვის. როდესაც მანდილოსები, ანუ ქალბატონები არიან ბიზნესში, მათი ერთმანეთისადმი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არაერთხელ გამოიკვეთა იმ შეხვედრებით, იმ ღონისძიებებით, იმ კონტაქტებით, რომელსაც ჩვენ ერთმანეთს უზიარებთ ხოლმე და ჩვენს გამოცდილებას ერთმანეთს мотивациას გადასცემთ ერთმანეთს. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ყველას ვეუბნები ხოლმე, რომ ეს მნიშვნელოვანი შეხვედრები თუ გაერთიანებები ყოველთვის გაითვალისწინონ სტარტაპერებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის და мотивациისთვის. ეკამ აისურაძის საქმიანობა თავად არის სამოტივაციო ხაზი ხო ჩვენთვის? ზოგადად ჩვენთვის სამაგალითო ადამიანია, როგორც პასუხისმგებლობის კუთხით, საქმისადმი დამოკიდებულებით. მრავალი წელია ჩვენ მეგობრობთ, ერთმანეთის საქმიანობას თვალყურს ვადევნებთ, ვამხნევებთ, мотивაციას ვაძლევთ ერთმანეთს და ისე რომ დღევანდელი ღონისძიებაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ და კიდევ გაფართოვდეს მისი საქმის არეალი. თან განსხვავებული ფორმატით მოხდა პრეზენტაცია. ესეც უფრო მისაღები იყო ალბათ, ხო? კი, ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო დღევანდელი საღამო. ამდენი წარმატებული ქალბატონის ერთად შეხვედრა და ამ ენერგიის გაცვლა და ასე შემდეგ. ეს ქმნის мотивაციას. მე ახლა კიდევ ერთი სამოტივაციო ხაზი აუცილებლად უნდა აღვნიშნო. ყოველთვის საყვარელ ბიზნეს ხელმძღვანელობთ ხათუნა. ნამდვილად შემიძლია თამამად თქვა. განვითარება, მათზე ზრუნვა, ეს არის ძალიან საყვარელი და ძვირფასი საქმე, რომელსაც ჩვენ 30 წელი ხდება უკვე ვემსახურებით და ვითარდებით და კიდევ და კიდევ გვახარებს ეს განვითარების ეტაპები. განვითარება და რეგიონებშიც თუ არა. გავედით უკვე ესე აქტიურად. უკვე რეგიონებში გავიდა ჭიტა. კი ბატონო. სად გავიდა უკვე ამ ეტაპზე და როგორც ხვდები კიდევ აგრძელებთ ამ განვითარებას. რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, გორი, ბათუმი მოიცავით მთელი საქართველო. ამ კვირაში უკვე ქუთაისშიც ვიქნებით წარმოდგენილი. ქუთაის ძალიან გაუხარდება ეს ამბავი. კარგია რომ არეალიდან შეიტყობთ ამ ამბავს. აუცილებელია თუ არა კეთილი განწყობა წარმატებული კომპანიების შექმნისთვის. აი თქვენი ამდენწლიანი გამოცდილების ფონზე. კეთილ განწყობა ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც გუნდის მართვის კუთხით, ასევე საზოგადოების ზრუნვა, მათ მიმართ საინტერესო პროექტების შექმნა და ასე შემდეგ. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბიზნესის განვითარებაში. აი ემოციების მართვა ახსენე ხათუნა. ამდენი წლის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო 21 წლიდან დაიწყო ბიზნეს საქმიანობა. არ გაგიჭირდა საწყისში ემოციების მართვის პროცესი. ძალიან რთული იყო თან მით უმეტეს ის პერიოდები, რაც საქართველოში ბიზნესმა გამოიარა და აქამდე მოვიდა.
ეს უამრავი გამოწვევა, რომელიც დღეს არ გვეყოფა, რომ დავჯდეთ და ჩვენ მოუყვეთ. ამისთვის სხვა დანარჩენი დღეც გვაქვს. და კი ბატონო, რომ არა თვით განვითარებაზე ზრუნვა და უამრავი ტრენინგი და ასე შემდეგ, ძალიან რთული იქნებოდა ამ ემოციური თვალსაზრისით ბალანსის დაცვა. რატომ არის მნიშვნელოვანი ქალებს ერთმანეთის წარმატება ვიხაროდეს? რადგან საქართველოში უკვე ძალიან ბევრი წარმატებული ქალბატონია, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ამ მიმართულებით ჩემი ამ 30 წლიანი ბიზნეს გამოცდილებიდან ძალიან ბევრ ქალთან მქონია თუ სტარტაპერთან კომუნიკაცია, გაზიარება, ერთმანეთის გამხნევება და აი ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვან დიდ როლს თამაშობს, რომ ჩვენ ერთმანეთი გავაძლიეროთ ქალბატონებმა და მხარი დაუჭიროთ, იმიტომ რომ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი ქალბატონი და ძლიერი ოჯახია. უღმეს მადლობა, ხათუნა. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ხშირად გაერთიანდებით არეალში იმ სამოტივაციო ხაზით, რომელიც დღეს დაგვიტოვეთ. დიდი მადლობა არეალში გაერთიანებისთვის და იმ მნიშვნელოვანი мотивациისთვის, რომელიც ქალებმა კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, ერთმანეთს აუცილებლად უნდა გადავცეთ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები დღევანდელ ღონისძიებას და ქალთა გაერთიანებას, რომელსაც ქალბატონი ეკა მაისურაძე უძღვება. მადლობა.